მოგესალმებით. დღეს ვიწყებთ ჩვენს ახალ სერიის. აა ჩვენ გავაჩერეთ JavaScript-ი, ხო? იდეაში basic-ები მოვიხილეთ. შესაბამისად შესაძლებელია გაგრძელოს PHP, ნელ-ნელა და უფრო მეტად კონცენტრირდებით AI-ზე, იქიდან გამომდინარე, რომ 2026 წლის თებერვალში ჩვენ სტარტავთ ჩვენს გრანდიოზულ bootcamps, სადაც უკვე იქნება და ეს bootcamp-ი შექმნის პროფესიონალებს, ვინც AI-სთან იმუშავებს. შესაბამისად, ის basic-ები, ფუნდამენტალები, ინტერმედიეტი რა თუ გჭირდება, ეს ყველაფერი იქნება უფასოდ ჩვენს YouTube channel-ზე. შესაბამისად, აუცილებლად გამოგვიწერეთ და ლაიქეთ ვიდეო, დაგვიკომენტარეთ თქვენი აზრი, რა თქმა უნდა, და შეგვიძლია იდეაში ნელ-ნელა დავიწყოთ. დღეს, ანუ პირველ დღეს, პირველ სერიაში, ჩვენ ვისაუბრებთ უშუალოდ რა არის AI და იქნება ასევე რაღაცა შესავალივით თეორიული AI-ის კოდში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. შესაბამისად, შესაძლებლობა გვექნება ამ კურსის შემდგომ, რომ ვებსაიტებში, აგენტებში JavaScript-ის და TypeScript-ის გამოყენებით გავმართოთ ჩვენი AI. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, ახალი ხარ ამ სფეროში თუ არა. ეს კურსი მოგცემს ყველაფერს, რაც დაგჭირდება AI-ის პრაქტიკაში გამოსაყენებლად. და როგორც აღნიშნა, დღეს ვიწყებთ საფუძვლებიდან, ფუნდამენტიდან და დღეს ვისაუბრებთ რა არის AI, როგორ მუშაობს და რატომ უნდა იცოდეს პროგრამისტმა. მოდი დავიწყოთ. პირველ კითხვას გავცემ, მოდი პასუხს რა არის AI, ხო? AI ეს არის ხელოვნური ინტელექტი, artificial intelligence. ეს არის ტექნოლოგია, რომელიც მაქსიმალურად ამსგავსებს ადამიანის აზროვნებას და გადაწყვეტილებებს. AI საშუალებას აძლევს მანქანებს უშუალოდ შეასრულონ დავალებები, რომლებიც ჩვეულებრივ მხოლოდ ადამიანებს შეუძლიათ, რომ შეასრულონ, ხო და გააკეთონ. AI-ის ორი ძირითადი ტიპი გვაქვს დღესდღეობით. პირველი ეს არის ვიწრო AI, ხო, Narrow AI-საც ეძახიან და სპეციალიზებულია მხოლოდ ერთ დავალებაზე, მაგალითად, ChatGPT რო ავიღოთ ან Siri ან თუნდაც Google Translate. და ასევე გვაქვს მეორე განხრა, ეს არის ზოგადი AI, General AI. ეს არის AI, რომელსაც უკვე შეუძლია დამოუკიდებლად აზროვნება და სწავლის უნარი. ეს ჯერჯერობით არ გვაქვს სახეზე და შესაბამისად Narrow AI-ზე ვკონცენტრირდებით მაქსიმალურად. სად ვიყენებთ? მოდი ვისაუბროთ ახლა AI-ის ყოველდღიურ ცხოვრებაში. მოდი ვიტყვი, რომ AI უკვე ყველგან არის, თამამად შემიძლია ამის თქმა და მოდი მაგალითებით ჩამოვთვალოთ. მაგალითად, chatbot-ები, როგორიც არის ChatGPT, Messenger bot-ები მაგალითად, ხმის ასისტენტები, ხო? Google Assistant, Siri ან Alexa, რეკომენდაციების სისტემები, მაგალითად Netflix-ის, YouTube-ის, Spotify-ის, საფრთხის აღმომჩენი სისტემები ბანკებში, მაგალითად AI ეხმარება ბანკებს დაღლითური ტრანზაქციების იდენტიფიცირებაში. და ასევე გვაქვს თვითმავალი მანქანებიც, ხო, მაგალითად Tesla-ს ავტოპილოტი არის ერთ-ერთი ძალიან კარგი მაგალითი. როგორც დეველოპერებს ჩვენ AI-ის ინტეგრაცია შეგვიძლია ჩვენს ვებსაიტებში, აპებში და ავტომატიზაციის სისტემებში. ხა მოდი შევეხოთ, როგორ მუშაობს უშუალოდ AI კოდში, ხო? AI მოდელები სწავლობენ მონაცემთა ბაზებზე და ამუშავებენ პასუხებს. არსებობს AI-სთან მუშაობის ორი ძირითადი გზა. პირველი ეს არის AI API-ის გამოყენება, მაგალითად OpenAI-ის ან თუნდაც Hugging Face-ის გამოყენება, რომელიც არის შედარებით მარტივი და სწრაფი. მეორე solution-ი გვაქვს საკუთარი AI მოდელის შექმნა, რომელიც უფრო რთულია, მაგრამ ბევრად ძლიერი. მაგალითისთვისაც შემიძლია მოვიყვანო, ჩვენ შეგვიძლია OpenAI-ის API გამოვიყენოთ JavaScript-ის კოდში და AI-ის chatbot-ის შესაქმნელად სულ დაგჭირდება რამოდენიმე წუთი, რომელსაც რა თქმა უნდა გავაკეთებთ ამ კურსის განმავლობაში. რას ვისწავლით ამ კურსში, ხო? რეალურად დაწყებული აი YouTube-დან, ხო, უფასო სერიებიდან, დასრულებული უკვე როდესაც bootcamps დაასრულებთ და აბსოლუტური მხეცი იქნებით ამ სპეციალიზებით. AI-ის გამოყენება უშუალოდ JavaScript-ით და TypeScript-ით, AI-ის მაგალითად chatbot-ების და აპლიკაციების შექმნა, AI-ის ინტეგრაცია ვებსაიტში, რაც ამ პროგრამულ ენებზე არის დამოკიდებული და AI-ის გამოყენება ავტომატიზაციის მიმართულებითაც. კი ბატონო, იდეაში ვიდეოების
ხანგრძლივობა იქნება ზუსტად ესე იქნება, ხო, ანუ მოკლე არ იქნება რაღაცა გრძელი ვიდეოები შესაბამისად. ვეცდები მაქსიმალურად მოკლე დროში მოგაწოდოთ 100%-ით მხოლოდ ხარისხიანი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია. შესაბამისად, მოდი პატარა დავალებასაც მოგცემთ, რომ ვნახო იდეაში ვინ არის ჩვენი გამომწერი, რომ ვნახო ამ თავგადასავალში ვინ შემოგვიერთდება, შესაბამისად დღევანდელი ლექციის ბოლოს, რაც უკვე დადგა, მე მაქვს ერთი დავალება, დაასახელე AI-ის ერთი ინსტრუმენტი, რომელსაც ყოველდღე იყენებ და კომენტარში დამიწერე, როგორ გეხმარება ის. ხვალ ჩვენ დავაყენებთ უკვე AI-ის განვითარების გარემოს და დავიწყებთ მუშაობას JavaScript-ში. ამიტომ არ დაგავიწყდეს მოწონება კიდევ ერთხელ გამოწერა. Why not? არის ღილაკსაც დააჭირე, რომ არ გამოტოვო მომდენო გაკვეთილები. დაგემშვიდობებით მეგობრებო და ხვალამდე.